მოვიდეს იმართლის დრო. გავ ეთერში გამარჯობა. მოგესალმებით. რა ტრაგიკული. არა, ტრაგიკული, აბა რა ვიცი, ნუ საქართველოს გვაქვს საქმე, რა ვიცი, გვეტყვია. შენ ბლოკის მერე თუ ვიცინებ, კარგი იქნება. დღეს უნდა ვისაუბროთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. კონკრეტული თემა გვაქვს. რას ნიშნავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია? მე არ ვიცი. აჩამჭერი კითხვა დაგისვა. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, მარტივად რომ ვთქვათ, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს და რაღაც გარკვეული თანხა ისესხოს. მიკრო იმიტომ რომ მათ აქვს გარკვეული შეზღუდვა, მაგალითად 50,000 ლარზე მეც ერთ ადამიანს, ვთქვათ, ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ვერ მიასესხებენ, შესაბამისად მათი მასშტაბები და გაბარიტები ბანკებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მცირეა, ბევრი სხვაობა მათსა და ბანკებს შორის. ხშირად სხვათა შორის ერევა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ხშირად ბანკებად მოიხსენიებენ, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პროდუქტები აქვთ საერთოდ, თქვა სასესხო პროდუქტები, საკრედიტო პროდუქტები, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირდება კანონით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ და მათ ეროვნული ბანკი არ არეგულირებს. ანუ არანაირად მათ რაღაც საზედამხედველო საქმიანობას, ისე როგორც ვთქვათ, ბანკებს რაღაც აკრძალვები აქვს. საერთოდ არავინ არ არეგულირებს ალბათ. სწორედ ამით არის გამოწვეულიც, რომ გარდა ამ ფინანსური შეზღუდვისა, რომ 50,000 ლარზე მეც ვერ გაასესხებენ, საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვს. თუ როგორც უნდათ ისე აწესებენ. ხო, ნუ ბაზარი არეგულირებს, რა თქმა უნდა, კონკურენცია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არიან სხვათა შორის. 2010 წელს იყო 59 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და დღეს უკვე 71-ია. მათი ზრდის ტემპი, ანუ რაოდენობრივად ხო დიდია და ასევე საკმაოდ დიდია მათი მოგების. ანუ წარმატებული პროექტია, რახან ესე მოიმატა, საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ და შეიძლება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი, როგორც არის მიკროსაფინანსო სექტორი, საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ რის ხარჯზე არის ეს მოგება, ეს უკვე მეორე მხარეა. გიორგი, როგორც ახსენა, საერთოდ არ რეგულირდება ეს სექტორი, კი ბატონო, არსებობს ეს კანონი. არ რეგულირდება ნამდვილად, არსებობს გარკვეული კანონი, მაგრამ ამ კანონში შემოიფარგლება მარტო ადმინისტრაციული სამართლებრივი ფორმის არსებობა, გარკვეული აბრევიატურა უნდა იყოს მის საქმიანობის დასახელებაში და ასე შემდეგ, აი მინიმალური რაღაც გარკვეული რეგულაციები, რაც შეიძლება იდოს. კონკრეტულად და რა მოინტერესებს თქვა, აი ბანკში ვიცით ხო როგორც ვაკეთებთ, მივდივართ, ეს ვიღებთ და მე რა თქვა ბარათიდან გვეჭრება ან რაღაცა გვერიცხება ის თანხა, მან როგორ ხდება? დაახლოებით პრინციპი სესხის აღების თავისთავად იგივეა, შეგვიძლია მივიდეთ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხი ავიღოთ, ოღონდ რაც შეეხება თანხა გვერიცხება და ჩამოგვეჭრება, რა თქმა უნდა, ასეთი კომფორტი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ანგარიშის გახსნის უფლება რეალურად არ აქვს. აქვს კი ბატონო, რაღაც საკრედიტო ბარათების გამოშვების უფლება, მაგრამ იქ ხელფასი ჩაგვერიცხოს ამ მაგდაგვარი, ნამდვილად ეს რაღაცა არ ხდება. თავისთავად ქეში, ნაღდი ფულის სახით უნდა შევიტანოთ, გამოვიტანოთ ეს თანხები. ამასთან აღსანიშნავია ის მომენტი, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ძირითადი მომხმარებლები არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომელმაც რეალურად ბანკისგან სესხის აღებაზე უარი მიიღეს. ანუ ფაქტიურად ესეთი წყალწაღებული ადამიანები, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მძიმე გასაჭირის ან გარკვეული პრობლემის წარმოშობის გამო იძულებულნი არიან, რომ ამ სექტორის მიმართონ სესხი აღებაზე. გამოვიდა, რომ ეს მიკროსაფინანსო ბანკები გაიზარდა, აი ამდენი ბანკები არის, ორგანიზაციები, მისწოები, მოკლე აბრევიატურა არის მაგას. ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ვერ გამოაქვთ ბანკებიდან, ანუ კი ბატონო, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში იმდენად დიდია ფულზე მოთხოვნა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 700 ლარის ფარგლებში მერყეობს. და ამეთანხმებით, რომ 700 ლარა თუ ერთ-ერთი ოჯახი თავის ნორმალურად სრულფასოვნად ვერ შეინახავს. საშუალო სტატისტიკური მონაცემია. მუშაობს და რო არ მუშაობს ეს ცალკე თემა, ამიტომ ასეთი ხელფასი თავისთავად ერთ-ერთი ადამიანი ვერც, თქვათ, საოჯახო ტექნიკას ვერ იყიდის, დასასვენებლად თავისთავად ვერ წავა, ვერაფერს ვერ გააკეთებს რეალურად. ამიტომ ისინი პერიოდულად იძულებულნი არიან სესხები აიღონ და ძირითადად, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ხერხი და სწორი ხერხია ეს არის ბანკიდან სესხის აღება გარკვეული პირობების და პროცედურის გამო. ბანკში როდესაც შენ სესხს იღებ, ბანკი ამოწმებს შენ შემოსავლებს, ეს ხელფასი იქნება, ეს ხარიცხები იქნება თუ რა, ანუ შენს გადახდის უნარიანობას, ასე ვთქვათ, ამოწმებს, ხო? ეს არის
არის აუცილებლად ხაზგასმელი, რომ ხშირად სესხს აძლევენ ადამიანს, რომელსაც თქვა არ აქვს სტაბილური შემოსავალი. დაახლოებით აი ლომბარდის პრინციპზე მუშაობს უმრავლესობა. ანუ ყველას რა თქმა უნდა არ შევეხებით 71-ვე ასეთი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობს აი რაღაც ეგრეთ წოდებული ოქროს ლომბარდის პრინციპიდან თქვა უძრავი ქონებას. თავარია შენ რაღაც უზრუნველყოფა ჩადო და შეიძლება იყოს ოქრო? ოქროს ხო, ავტომობილი და უძრავი ქონება ძირითადად. უძრავი ქონებას რაც შეეხება შეფასების ცოტა სხვა კრიტერიუმი აქვს. მაგალითად ბანკი თუ შენი უძრავი ქონების თქვა 80%-ს მოგცემს თქვა თანხმობრივად ცდასესხად. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში ეს არის თავს 50.9. მაგალითად $20,000 უძრავი ქონების სანაცვლოდ $10,000-ზე მეც არავითარ შემთხვევაში არ მოგცემენ. ანუ მაღალ მარჟას ამით ინარჩუნებენ და მოგები საკმაოდ მაღალი მარჟა. 3% განაკვეთით, ხო, სამწუხარო შემთხვევები ხშირი არის. და მანდ არის ეჭვი იმისა რეალურად რომ მიკროსაფინანსო სექტორი დაინტერესებულია იმაში, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლის სესხის გაპრობლემების შემთხვევაში ეს ქონება დაისაკუთროს, იმიტომ რომ ორმაგაც მეტი, ასე ვთქვათ, კაპიტალი რჩება, ვიდრე სესხი არის გაცემული. ანუ ახლა ითქვა როგორც თქვი 20-იანზე თუ 10 გაძლევს, 15-ად მაინც ხო გაყიდეს იმას მე. გარანტირებულია, რა მოგება, რა ეგრე გამოდის. ხო, ნუ ეს პირდაპირ ასეთი მათემატიკა არა, მე ისე ვიცახიან მარტივად რომ პრობლემა არის ხშირ შემთხვევაში, რომ ძალიან ბევრი ჩვენ მაგალითად ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში და ცხელხაზზე რეკავენ ადამიანები და ამბობენ რომ ხშირად თქვათ მათ ისინი მიმართავენ რესტრუქტურიზაციის თქვათ გადავადების თხოვნით და ძალიან ხისტები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ შემთხვევაში. 3% განაკვეთები აქვს ძალიან მაღალი. რეკლამებში ჩვენ აი საბანკო რეკლამებზე ვისაუბრეთ, გახსოვთ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ გვიხსენებია იქ, მაგრამ დღეს ვიტყვი იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკლამაში თქვენ ვერ შეხვდებით 3% განაკვეთს წლიურს მაგალითად. საუბრობენ 2%, 1.5%. ეს არის ერთ თვეში და ამას თუ 12-ზე გავამრავლებთ, წელიწადში 24-26% გამოდის საშუალოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 3% განაკვეთი. ხო, ნუ ეს მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც ძალიან კარგად იქნება. ანუ დადებით ვერაფერს ვერ მომთ ეხლა მაგში. არა, დადებითი არის ის, რომ ანუ აი რეკლამები რადიოშიც ხშირად გადის ხოლმე. ვთქვათ, ამბობენ, რომ პირველი 3 თვე უფასოდ, კიდე პროცენტად 3 თვის მერე დაიწყე გადაგახდა. მაგ პროცენტში ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად ანუ არის ის, რომ ბანკში ვიცით, რომ სესხს რო ვიხდით, ყოველთვიურად რო ვიხდით, ძირის იფარება და პროცენტით იფარება. უმრავლესობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, როდესაც ყოველთვიურად აი ამ 2% თვეში ვიხდით მხოლოდ და მხოლოდ პროცენტს დარიცხულს. მან ძირი არ შედის. როგორც წესი, ყოველთვიურად რაღაც თუ ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით და ყოველთვიურად ვიხდით ამ 2%-ს ყოველთვიურად, 1 წლის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, რომ ეს აღებული სესხი ერთიანად ჯამში დაფაროს. მაგალითად $10,000 რო აიღოს სესხად ადამიანმა, ყოველთვიურად უნდა იხადოს $200 მხოლოდ და მხოლოდ პროცენტი. და ბოლოს ერთ წელიწადში $10,000 ერთიანად უნდა შეიტანოს. ანუ ხო ესე რამდენჯერ მეტი გამოდის? ხო. ანუ აზრი ფაქტობრივად თავიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საიდან წამოვიდა, ხო? უფრო წამოვიდა იქიდან, როდესაც თქვა ადამიანი რაღაცას ვაჭრობს, თქვა. ხო, აი, თქვა ბაზრობაზე ქონდა დახრი და ბიზნესია. აი, დილას ისესხებდა რაღაც თანხავს, თქვა სამოძრაო ფულს რო ეძახიან. ისესხებდა და საღამოს უკან უბრუნებდა. ანუ აი ესეთი, ვისაც თქვა ეს ფული ქონდა. ანუ შეიძლება ერთი 100 ლარი ესესხა და საღამოს 200-იც კი დაებრუნებინა უკან. ხო, აი იმდენად უღი, იმიტომ რომ სამოძრაო ფული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ეს ასე დაიწყო. ბევრი ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული არიან, აზერბაიჯანელები არიან, ისრაელიდან, თქვა სხვა კომპანიები, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და რეალურად რეგიონებში მუშაობს ძალიან აქტიურად, სადაც ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებში თქვა მუდმივი შემოსავალი შეიძლება არ იყოს რაღაც თქვა მოსავალზე, ხო, დამოკიდებული. იქ ანუ სოფლის ნაკვეთს და სახს ბანკი არ ჩაიდებს თუ შემოსავალი არ აქვს და არ მიცემს. აი იქ უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს. ასევე მათი ერთ-ერთი პროდუქტი არის, მათ არ აქვს ან დეპოზიტების, ანუ ანაბრების მიღების უფლება კანონით აქვს აკრძალული. მაგრამ მათ მოიგონეს ანუ ხერხი რეალურად, სადაც თქვათ ისინი იღებენ სესხებს. ანუ სესხები ფიზიკური პირისგან იღებენ სესხს. ანუ რეალურად
ანუ ანაბარში გაქვს ფული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, აქ თავაზობენ საკმაოდ მაღალ მოგებას, მაგრამ მე ჩდება კითხვა თქვა რამდენად სანდოა, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გააკოტრდა და მისმა მომხმარებელმა დააგვირეკა, რომელსაც ვეღარ უბრუნებს ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფულს. რა უნდა ქნა? ბანკის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ჩადებული აქვს ბერკეტი, რომ თქვა თუ გააკოტრდა ბანკი ამის შესახებ არაფერი გსმენია, ბანკი პირველ რიგში მიანაბრეების ინტერესები განსხვავებული ხარ რაღაცა კუთხით. ანუ მან სწორედ მაგაში გამოიხატება რეალურად რეგულაციები. მაგ ორივე კანონში, როგორც კომერციული ბანკების საქმიანობის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის გაწერილია აბსოლუტურად ყველა ფუნქცია და უფლება, რაც აქვთ ამ ორგანიზაციებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თითქმის ყველანაირი უფლება აქვთ, ანუ დაახლოებითი ასე ვთქვათ, სახესხვაობები ძალიან ცოტაა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, თუმცა ფუნდამენტალური განსხვავება მაინც არის. თუნდაც ის, რომ დეპოზიტის მიღება, როგორც ასეთი ანაბრის თავისი წმინდა წყლით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება არ აქვს არც ერთ შემთხვევაში. ამის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ბანკს, მაგრამ ამ კანონში, აი ამ დეპოზიტის ეგრეთ წოდებული სახეცვლილებით ჩადებულია ის, რომ ამ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსახლეობისგან სესხი აიღოს. ანუ როგორ ვის ესხებს მოსახლეობისგან? აი ზუსტად მაგაშია საქმე. საკმაოდ მაღალ პროცენტს. და თუ კი თქვათ სესხების შემთხვევაში ბანკის რაღაც პირობები არ მაკმაყოფილებს ან ბანკი ვერ ჩაიდებს თქვათ ჩემს მიწას, ბანკის მომსახურებით რატო არ სარგებლობ ანაბრის შემთხვევაში და რატო ვირჩევ? მაღალი პროცენტის გამო? ალბათ ხო, ბევრი ადამიანი შეიძლება ტყუდება ციფრით. არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მაგრამ ხომ გითხარით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვთქვათ რაღაც პირობებს ვერ ასრულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. აქ არ უკვე ნდობის საკითხი, ვის ანდობს შენს დანაზოგს, ხო? როდესაც იცი რომ თქვათ საქართველოში 90-იან წლებში გვახსოვს ბანკები ერქვათ ჭყალებში, მაგრამ ყოველდღიურად გარბოდნენ და ბევრი ხალხის ფულით წაიგეს უცხოეთში. მაგრამ შემდეგ სტაბილურად განვითარდა ეს სექტორი. დღეს ახლა არც ერთი არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ბანკში ფულს შევიტანთ და საპროცენტო სარგებლობას არ დაგვარიცხავენ, კი არა, ჩვენ ფულს არ დაგვიბრუნებენ, უკან ამაზე არც კი ვფიქრობთ, ხო? მაგრამ აი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით არის ასეთი კითხვები სამწუხაროდ იმ მაღალი საპროცენტო განაკვეთის უკან, თქვათ, აი ეს კითხვის ნიშნები ჩდება, რადგანაც რეალურად ფაქტობრივად არარეალურ ციფრებზე საუბრობენ ისინი, რაღაც თამასუკი დაარქვეს, თქვათ, ოქროს თამასუკი, რაღაც თანხას დადებ ამ თამასუკზე და მხოლოდ თქვათ, შეიძლება ყოველთვიურად რაღაც სარგებელი დაგარიცხოს, მაგრამ იმდენად მაღალ პროცესს გეუბნება თავიდან, თუმცა როდესაც უკვე დეტალებს არ ყვევ, ჩვენ ზოგადად აი მე მინდა გავხსნა. ანუ როგორ ხსნი რა? ყველა შეუულია? ანუ არაფერ რეგულირება არ არსებობს, მოთხოვნები არ არსებობს. არანაირი, აბსოლუტურად არანაირი რეგულაცია და მორჩა? აბსოლუტურად შეუულებელს მის შეგიძლია. ორგანიზაციის გახსნაზე ეკითხება. ორგანიზაციის გახსნასაც შეეხება, რა თქმა უნდა, თავის რეგულაციები არსებობს, ლიცენზი უნდა აიღო ეროვნული ბანკიდან და მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა არის 250.000, ანუ 250.000 უნდა კონდეს მინიმალური საწესდებო კაპიტალი, რომ ასეთ სახის ორგანიზაცია დაარეგისტრირო. ნუ ეს ამას თავისთავად ლიცენზიას ეროვნული ბანკი გასცემს. ანუ ზოგადად თუ გაქვს 250.000 შეგიძლია გახსნა. პრობლემა არ არის. რაც შეეხება აი ამ ანაბრებსა და თამასუქებზე საუბრობ და გიორგი მინდა მან კარგად ავხსნა რატო არ არის სასურველი თქვათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ასეთი სახის თამასუქის გახსნა. კი რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანი ორიენტირებულია იმაზე რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს თავისი თანხიდან, მაგრამ აქ არის მეორე მხარე კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი უწესებს გარკვეულ ასე ეგრეთ წოდებულ რეზერვებს, სავალდებულო რეზერვების მოთხოვნებს, რომლის დროსაც თითოეულ ანაბარზე, თითოეულ ლარზე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულში რაღაც გარკვეული თანხები შეინახოს და არეზერვოს, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ მას ფინანსური პრობლემა შეექმნა, აი ამ რეზერვებით გაისტუმროს თავისი მიანაბრეები. ეს არის სავალდებულო მოთხოვნები. ასეთი მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფაქტობრივად არ გააჩნია. არანაირი მოთხოვნა არ გააჩნია, ანუ რეალურად ჩვენ დადებული ფული იქ იმ ორგანიზაციას რამე პრობლემა რო შეექმნეს ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დადგება დააგვიბრუნებენ თუ არ დააგვიბრუნებენ. მით უმეტეს რომ ასეთი შემთხვევა გქონდა ჩვენს ორგანიზაციაში დაარეკეს მომხმარებლებმა და ასეთ პრობლემა შეიქმნა. ამიტომ სასურველია რომ ხო გარდა ერთი იმისა კიდე მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი რომ ზოგადად აღიარებული პრინციპია ფინანსებში და საბანკო საქმიანობაში, როდესაც თუნდაც კომერციული ბანკი, თუნდაც ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია, საფინანსო დაწესებულება, როდესაც მას დეპოზიტებზე აქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ლიკვიდურობა საკმაოდ დაბალ დონეზე, ანუ მას სჭირდება სახსრები, თანხები, რომ მისი საქმიანობა უფრო განავითაროს, განავრცოს. ანუ ეს არის აღიარებული პრინციპი,
როდესაც ფინანსური ინსტიტუტები, როცა თანხა სჭირდებათ რომ მოიზიდონ და მათთან ფულადი რესურსი არ გააჩნიათ, დეპოზიტებზე მაღალ პროცენტებს აწესებენ, რომ მომხმარებლებმა ანაბრები გახსნან. თუმცა ამის ხარჯზე რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიძლება ითქვას საკმაოდ სწრაფად იზრდებიან, როგორც გითხარით, რადგანაც 2010 წელთან შედარებით, როდესაც დაახლოებით 20-ით არის, თქვათ 22-ით არის მომატებული მათი რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი მომგებიანი ბიზნესია, რაღაც ჯგუფებს უჩნდება სურვილი რომ დააფუძნონ. ბევრი თქვათა შორის აი ლომბარდის ტიპის დაწესებულება გახდა შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მაინტერესებს. რაში მდგომარეობს მათი ამ საფინანსო ორგანიზაციების მთავარი წარმატება? მაღალი მარჟა. მაღალი მარჟა და ის რომ პატარ-პატარა თანხებზეა გათვლა? ხო, შედარებით მე თუ დიდი თანხა მჭირდება და ამისი გადახდის რესურსი მაქვს, ბანკით აეჭვი მაქვს და მომცემს ეს. ხშირად ვურჩევთ ხოლმე მომხმარებლებს, რომ თუ ბანკი თქვენ არ გაძლევთ სესხს, ესე იგი თქვენ ხო ვერ გადაიხდით, იმიტომ რომ ბანკის პირველი ინტერესია რომ სესხი გასცეს, რა თქმა უნდა, რომ არ გაძლევს, ესე იგი რაღაც პრობლემა. ანუ ბანკში ჩვენ ხშირად კითხულობთ, ხო, აი უძრავი დაურეკავ ჩვენთან ორგანიზაციაში და აი მაგ ბინა მაგალითად ჩავდებ, არ მუშაობ, მაგრამ აი რაღაცა ბიზნეს ვიწყებ და იმედი მაქვს და რაღაც. ბანკი ამ შემთხვევაში შენ თუ შემოსავალი არ დაუდასტურე მას რაღაც შემოსავალი. ან იჯარიდან, ან გადმორიცხვით, ან ხელფასი არ მოგცემს. აი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიძლება დახუჭონ ამაზე თვალი. ბინას და მოგცემს. ხო, მოგცემს და მე ეს რა თქმა უნდა ხდება პრობლემური და უკვე საქმე აუქციონამდე მიდის უძრავი ქონების გაყიდვამდე. ამიტომ ჩვენ ხშირად ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, რომ ძალიან სწორად გათვალეთ, ვისგან ისესხებ თანხას, რა საპროცენტო, მაგრამ დათო მახსენე, რომ იმდენად დიდი მოთხოვნაა სესხებზე და ფულის პრობლემა აქვს ქვეყანაში, ამიტომაც ამით სარგებლობენ რა თქმა უნდა, ხო, სხვა ონლაინ სესხების კომპანიები შდება კიდე ბევრი, რომლებიც გაასესხებენ გაცილებით, ხო. შენზე მევახშები, რომლებიც ტელეფონზე მოგდის პირდაპირ SMS-ით შეგიძლია სესხი აიღო და უკვე ჟარში ხარ. საპროცენტო განაკვეთები არის აქ რა თქმა უნდა მთავარი და მათი მაღალი მოგების მარჟა რაც აქვს. თუმცა თუ სწორად გავცვლით თქვა შესაძლებლობებს, მესმის რომ ეხლა რეგიონში შეიძლება არ ქონდეს ადამიანის ხელფასი და რაღაცა მოსავლიდან შემოსავალზე იყოს დამოკიდებული და შეიძლება რაღაცა სასუქის ან რაღაცა ფული აიღოს. ეს ვარიანტი რა თქვა 100-ს აიღებდო და საღამოს 200-ი მქონდა ხა. ეგ როცა შენ ვიცი რუსულა გაყიდო ხო მაგრი ეგ ნაკლები რისკია მაგ შემთხვევაში. ვინდა ურჩიეთ მომხმარებლებს და ძალიან კარგად დაფიქრდნენ თუ დაჭირდა თქვა ბევრი ადამიანი თქვა შორის ანაბრებზე როდესაც გქონდა ჩვენ რუბრიკა დაგვირეკა რომ აი როგორ მივჩიოთ ფულისა დავაბანდო რა ჩვენ ძალიან კარგი ჩემი მივეცით შესაბამისად ვისარგებლო შემთხვევით და თქვა თუ აპირებენ ადამიანს თანხის ამე დაბანდებას ან სესხის აგება ჯობია წინასწარ დაგვირეკონ ჩვენ კონსულტაციას გაუწევთ სასჯობს ფულის დაბანდება როგორ რანაირად ტელეფონ შრომაზე 240 ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი და თუ პრობლემა წარმოექმნათ მით უმეტეს ამ შემთხვევაში შეუძლიათ დაგვიეკონ და ყველაზე დიდი პრობლემა მიკროსაფინანსო სექტორთან დაკავშირებით ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და ზოგადად ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში ვისაც დაურეკავს ის არის რომ მათთან ურთიერთობა ანუ თანამშრომლობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს რა კუთხით როდესაც სესხის ვადაგადაცილების პრობლემა დგება ფაქტობრივად მათთან რაიმე მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია კატეგორიულად შეუძლებელია მე არ მახსენდება ერთი მაგალითი თუნდაც რომელსაც ჩვენთან მომხმარებელს დაერეკა და ეთქვა რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან ვადა გამიწელა ან შეღავათი დამიწესა ან საშეღავათო პერიოდი დამიწესა გახსოვთ რომ ამ ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეროვნულმა კომერციულ ბანკებს დაავალა რაღაცა რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენა და შესაბამისად გარკვეულწილად კომერციულმა ბანკებმა ეს შეთავაზება გააკეთეს ზოგმა ვადის გაწევა შემოიღო ზოგმა რა მაგრამ მიკროსაფინანსო სექტორს ვერც დაავალა ეროვნულმა ბანკმა არა აქვს უფლება რომ დაავალოს და შესაბამისად მათაც თავისთავად არც კეთილნება არ გამოიჩინეს და არანაირი შეღავათი არ დაუწესრიგეს ამოღების სამსახური ეს თავიანთი ვიყავთ თუ ერთო ამომღები ორგანიზაციები. ეგენიც თანამშრომლობენ თავისთავად. ერთი და იგივე ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ პრინციპში. თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ეხლა ჩვენ ზოგადად სექტორზე ვსაუბრობთ, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეს არ ეხება სხვათა შორის. შეიქმნა ასოციაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ეთიკის კოდექსის შეიმუშავა საერთოდ მაგრამ აი 71-დან ჩემი ინფორმაციით მხოლოდ 16-მა მოაწერა ეთიკის კოდექსს ხელი. აი წარმოიდგინე დანარჩენები ანუ ეთიკის კოდექსს მორალურ კოდექსსაც კი არ აწერ ხელს აი სოციალურ პასუხისმგებლობაზე აქ საუბარი. ანუ იმათმა ხელიც კი არ მოაწერა დანარჩენმა ვთქვათ რამდენმა ხო 55-ს. შემდეგ ანუ მექანიზმები ვთქვათ
იმ შემთხვევაში თუ გაპრობლემდა ეს სესხი იგივეა ხო რაც კერძვამებღებ ორგანიზაციებს აქვს მექანიზმი თავისთავად ჩვეულებრივია სტანდარტულია ეს მექანიზმი აღსრულების მექანიზმი არის კანონმდებლობით გაწერილი და ეხება აბსოლუტურად სულ ყველა ორგანიზაციას სასამართლოს გზით თავისთავად შეიძლება იყოს გარკვეული ხელშეკრულების პირობები რომელიც სასამართლოს გვერდით თავლით შეიძლება უძრავი ქონების დასაკუთრება ამას ქვია ნოტარიულად აღსრულების წესი ზოგი ფინანსური ეს ორგანიზაცია მიმართავს ამ წესს რომ სასამართლოს გარეშე პირდაპირ ნოტარიუსთან მივიდეს აიღოს აღსრულების ფურცელი და ან დაისაკუთროს ან აუქციონზე გაყიდოს ანუ ეს ზოგადად ასეთი კანონმდებლობით დადგენილი წესია ძალიან სასარგებლო რჩევები მივიღეთ. რაღაც კითხვები კი არის, მაგრამ რო ეხლა კიდევ ალბათ მოგიწევს საუბარი, ეხლა უკვე ბოლოსკენ გავიდა. ძალიან საინტერესო იყო და ხალხი არ ვიცი, ეხლა საგონებელში ბანკში ვერ ვიღებს ეს კარტიკაც არ ვარ. ამაზე მე ვილაპარაკებ კიდევ, რეკლამაზე გავიდეთ. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს.